უნდა ველაპარაკოთ თუ არა ქართულ ოცნებას. არ მომეწონა პირდაპირ გეტყვით პარტია ლელოს განცხადება, შეკრება, რომელიც იმისთვის ჩაატარეს, რომ ეთქვათ, რომ უნდა დაიწყონ დიალოგი და საუბარი ქართულ ოცნებასთან. ეს არის დიდი შეცდომა. თქვენ, ბევრი თქვენთაგანი მე მწერთ, ვიცი, რომ ფიქრობთ, რომ ლელო გაურიგდა ქართულ ოცნებას თავის დროზე, ამიტომ შევიდა ადგილობრივ არჩევნებში, მიიღო მონაწილეობა, აქ ისიც უნდა ითქვას, უკაცრავად იმ არჩევნებიდან მათ გაიყვანეს რამდენიმე საკრებულოს წევრი და მე ძალიან მაინტერესებს, რა გააკეთეს ამ საკრებულოს წევრებმა, აგერ უკვე 6 თვე ამის შემდეგ გასული. კონკრეტული ანგარიში გვჭირდება გაიყვანეს თვითმმართველობის არჩევნებზე. არც ერთი წინადადება არ დაუყენებიათ. არც ერთი წინადადება რომელიმე საკრებულოს წევრის კრინტი არ გამიგია 6 თვის განმავლობაში, აბა, გაიხედეთ. ხო, რისთვის იყო საჭირო ამ მსხვერპლის გაღება და ქუჩაში რომ დაჭერები იყო და წამებები მაგ დროს არჩევნებში შესვლა. ეს იყო დიდი შეცდომა. ახლა, ბევრი თქვენთაგანი ფიქრობთ, რომ ეს არის გარიგება. მე ზოგადად ვიტყოდი. ასეთ სიტყვებზე კუდიანების დევნაზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი არ მომწონს, როდესაც აქეთ-იქით ვიღაცაები არ იღებენ იარლიყებს ის მოღალატე, ეს არის ქართული ოცნების სტილი. ამაზე ეს არ მომწონს, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით, მსჯელობთ, კამათობთ, მაგრამ ამ ხაზს არ ვკვებთ, რაც არის აი ესეთი რაღაცა იარლიყების მიწებება. ამაზე არის აუცილებლად უარი სათქმელი. მაგრამ კრიტიკა და ფაქტების შეფასება აუცილებელია. აუცილებელია რატომ? იმიტომ რომ ადამიანებმა ჯერ ერთი ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები, მიიღოთ გადაწყვეტილებები და პლუს შევაფასოთ ვიღაცაების ქმედება, ხო? არჩევნებში შესვლა იყო შეცდომა, ახლა გამოსვლა და ქართულ ოცნებასთან თქმა, რომ უნდა წავიდეთ მოლაპარაკებებზე, არის შეცდომა. რატომ? ჯერ ერთ-ერთი მე ამის გამოცდილება მაქვს. როდესაც ვიყავი იუსტიციის საბჭოში, თქვენ გემახსოვრებათ, მაშინ იყო ძალიან დიდი წნეხი, ასევე ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ირაკლი კობახიძემ გააკეთა სამუშაო ჯგუფში, იმ სამუშაო ჯგუფშიო ჩვენო მოსამართლეებთან დაკავშირებითო რეფორმებს მივიღებთო. რა თქმა უნდა იყო პრობლემა, მაგრამ ეს იყო 5-6 წლის წინ და ეს სამუშაო ჯგუფი შედგა. ვიღაცეებს შეიძლება ვიღაცეები შევიდნენ შიგნით და შეიძლება ეგონათ კიდევაც მე დავტოვე სხვათა შორის თავიდანვე ეს შეკრება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უზრდელობდა ირაკლი კობახიძე და ელემენტარულ შეურაცხყოფებს აყენებდა იქ დამსწრეებს, სხვათა შორის, მაგრამ ვიღაცეები დარჩნენ და ეგონათ რომ სამუშაო ჯგუფიდან რაღაცა ნორმალურს გამოიტანდნენ. ვერაფერი ვერ გამოიტანეს. სამუშაო ჯგუფი შედგა, ითქვა რომ აი რა კარგია, შედგა სამუშაო პროცესი, მოლაპარაკებები, მაგრამ რეფორმები არ გადაიდგა. ეშველა სასამართლოს რამე, არ ეშველა. მივიღეთ თუ არა მაფია, რომელიც დღეს ხალხს ციხეში უშვებს მართლა ტროტუარზე დგომისთვის მივიღეთ. ამ ხალხთან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არ ჭრის. ეს ჭრის მხოლოდ კეთილსინდისიერ მხარესთან, რომელსაც შეიძლება დაუждე და მოელაპარაკო. რაზე უნდა მოელაპარაკო ქართულ ოცნებას? იმაზე, რაც მან ისედაც ძალიან კარგად იცის და რაშიც ჩვენ მას საერთოდ არ ვჭირდებით. ერთი, უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები. არ ჭირდება, რაზე უნდა მოგველაპარაკონ. აი რა არის არ ჭირდება მოლაპარაკება. უნდა გააყონ კარები და გამოუშვან ეს ხალხი და გაუშვან სახლში პირველი და მეორე უნდა გაიწვიონ ის კანონები, რომელიც მიიღეს ბოლო 3 წლის განმავლობაში და დანიშნონ არჩევნები. სად არის ახლა აქ ადგილი, რასაც უნდა მოგველაპარაკონ? მე გეტყვით რა იქნება მოლაპარაკების ადგილი. ვიღაცა ოპოზიციონერები რომ ამბობენ, ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და იქ გვაღიარებენ ოპოზიციად. არა, მეგობრებო, არანაირად არსად წასვლა არ არის საჭირო, არც ტოკიოში, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც მადაგასკარზე არსად. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები
გაიწვიონ დრაკონული კანონები და ჩვენი საუბარი იქნება არჩევნები. არჩევნებზე დაველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენ დაველაპარაკებით ხალხს, ხალხი მოვა და დაელაპარაკება ოცნებას. ეს არის ოცნებასთან საუბარი. იქნება იმ დღეს, როდესაც ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. მანამდე მათთან ერთად მისვლა, როდესაც არც პოლიტპატიმრები გამოუშვიათ, არც რაიმე შეუცვლიათ, მათთან მისვლა, როგორც იმედზე მისვლა იყო შეცდომა, ვთქვი თავიდანვე, არის შეცდომა და მე ზევიდან დაასანქცირეს იმედი. ასევე კობახიძესთან დაჯდომა მისთვის ფოტოს გადაღების საშუალება ნიშნავს მინიჭებას ნორმალურობის წარმოდგენის შექმნას. თითქოს ჩვენთან ვითარება ნორმალურია, რაც ასე არ არის. არ შეიძლება ვითარება იყოს ნორმალური, როცა ადამიანებს აკავებენ, იმიტომ რომ ქუჩაში დგას. ეს არის ტრაგედია, ეს არ არის ნორმალური, ეს არის დრამა. და შესაბამისად აქ თქმა, რომ ჩვენ მივალთ და ოცნებას შევუქმნით საშუალებას, რომ ყავად ალიოს წყნარად და დაარქვას, რომ რაღაცა კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიციასთან, ეს არასწორია. ეხლა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ეს იმიტომ გააკეთა, იმიტომ